მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. დღეს უკვე გილოცავთ ნამდვილ 2026 წელს. გასულია შობა, გასულია ნათლისღება, გასულია საერო ახალი წელი, ნამდვილი ახალი წელი, როგორც ვიტყვით ხოლმე და მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, კარგი, სასახელო და საამაყო, როგორც ოჯახისთვის, ისე ჩვენი ერისათვის. დაგლოცოთ და გაგახაროთ იმ დღესასწაულების მადლმა, რომელიც მე აქამდე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოგილოცეთ. და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გასული წლის თქვენი ყურადღების, პატივისცემის, გამოხატული კეთილი სიტყვით, ემოციებით. ღმერთმა შეგიწიროთ და სიკეთით გადამახდეინოს ღმერთმა თითოეული თქვენთაგანისთვის. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენ საკითხავს, უფრო სწორად დავასრულებთ, როგორც იცით, ჩვენ კითხულობდით ქრისტეს შობის მსახურებაზე წაკითხული მეოთხე სახარების განმარტებას, მაგრამ ამჟამად ჩვენ მას დავასრულებთ. და ამით ქრისტეს შობის მსახურებაზე წაკითხული სახარებები ყველა ამოვწურეთ. 4-ვე ღვთისმადლით გავიარეთ. შეგახსენებთ, რომ ავტორი მისი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი. ხოლო თარგმანი კი ჩემი. მას შემდეგ რაც იკითხება წმინდა სახარება, დღითი დღე ჰეროდეს თავზე ტრიალებს უწყევლა, ხოლო მის უდანაშაულო მსხვერპლებზე კი კურთხევა. და რას მიაღწია საკუთარი დანაშაულით ჰეროდემ? არაფერი იმ ყველაფრიდან, რაც კი სურდა და ყოველივეს, რაც დაიმსახურა. საღვთო განგებულებით ხანდახან მაშინვე კი არა, მოგვიანებით ისჯება ბოროტმოქმედი, ოღონდ ყოველთვის მაშინ, როცა არც კი წარმოუდგენია ეს. რამე თუ უფალმან, რამე თუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათა მოიხსენა და არა დაივიწყოს ღაღადებაი დავრდომილთაი. დავით იწყო თავის ფსალმუნის მე-9 თავის მე-13 მუხლში გვეუბნება. იმისათვის რომ უფალი იესო ქრისტე ირწმუნა, როცა საკუთარმა მამამ დასასჯელად მიიყვანა წმინდა დიდმოწამე ბარბარე და თავი მოკვეთა, ზუსტად იმავე დღეს მეხი დაეცა მის სახლს და იქვე მოკლა. ხოლო როცა მეფე ეროდემ ამოწყვიტა ჩვილი ყრმები, მეყვსეულმა მეხმა არ შემუსრა, არამედ უფრო საზარელი რამ დაემართა ძალიან მალე. ლოგინად ჩავარდა და საშინელ და მტანჯველ სნეულებას მიეცა მისი სხეული ხურვებით, ციებ-ცხელებით და წყლულებით და სისხლდენით. და რაც ყველაზე საზარელი იყო დაუავად და სასქესო, ანუ ის ორგანოები, რისი მეშვეობითაც ბავშვი იბადება, რასაც გვიმოწმებს მისი ცხოვრების აღწერელი იოსებ ფლავიუსი. ეს ორგანოები გაიხსნა და ლპებოდა, შემდეგ კი ცოცხლად დაეხვია ურიცხვი მატლი, ყრმა თამკვლელი დაისაჯა საზარელი სატანჯველებით ადამიანის სხეულის ზუსტად იმ ორგანოებში, რომელიც ღმრთისგან ყრმათა ამ ქვეყნად მოსავლინებლად იყო განპირობებული. სასახლეში დატრიალებული საზარელი და აუტანელი სიმყრალის მიზეზით კაციშვილი ვეღარ ჩერდებოდა ეროდეს სიახლოვეს და სრულ სიმარტოვესა შეშლილობაში და მტანჯველ ხორციელ სნეულებაში განუტევა შაუბნელი სული, რომელიც ახლა იმისათვის გაათავისუფლა სიკვდილმა ხორცის საკვრელებისგან, რათა უარესად და სხვაგვარად დატანჯულიყო სამარადისოდ. ამგვარად ახალ ქმნილების დასაწყისს ხედავთ არა მარტო ანგელოზების და ბეთლემელმწყემსების სიხარულით, არამედ ჩვილთა მოწყვეტით, დედათა გლოვით, ხელისუფალთა ბოროტი მრისხანებით. ხმა გაისმა რამაში, გლოვა და ღაღადი, დიდი რაქელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ინუგეშოს თავი რამე თუ აღარ არიან ისინი.
რამე თუ ეს შვილები არსით რახელის ანუ იმ ბენიამინის ტომის წინაპრის თავმომავლები არიან, რომლებიც იუდეაში იუდას ტომის გვერდით ცხოვრობდნენ. და გარდა ამისა, კაცობრიობის ძველი ისტორიაც სისხლის ღვრით დამკვლელობით იწყება ოღონდ უსიხარულოდ. ძმამ მოკლა ძმა, კაენმა აბელი და ადამის მოდგმა სულ უფრო და უფრო ეცემოდა ცოდვიდან ცოდვამდე, დანაშაულიდან დანაშაულამდე, სანამ ცოდვიან სიღრმის უფსკრულში არ დაინთქა საბოლოოდ. ბუნებრივია იკითხავთ, რატომ დაუშვა ახალი შესაქმისას ახალი დანაშაული ღმერთმა? რატომ არ არიდა ადამის მოდგმა ეროდეს მიერ ჩვილების მოწყვეტას? რათა აჩვენოს იმ ცოდვათა უფსკრულის სიღრმე, რომელში დანთქმული კაცობრიობაც უნდა მოიყვანოს მესიამ და კიდევ ცხოვრების ვიწრო და ეკლიან გზებზე ტკივილი და ცრემლი ნუთუ მეტი არ იქნება, ვიდრე ვრცელ, ფართო და უზრუნველ წარმწყმედელ გზებზე მოარულთათვის. და ბოლოს ღმერთი არ დაუშვებს ცოდვილ ადამიანების მიმართ იმგვარ ვნებას და განსაცდელს თავის თავზე, რომ არ ქონდეს აღებული და განცდილი უცოდველი იესო ქრისტეს. დაიკლა პირველ მშობელთა ცოდვის მიზეზით იგივენაირად წყევლას დაქვემდებარებული ჩვილები ჰეროდეს მიერ. ასევე დაიკვლება სიკეთის და სახიერების წყარო საღვთო ტარგი უცოდველი უფალი ჩვენ იესო ქრისტეც, რომელიც უცოდველია და არც წყევლა შეხებია. ჰეროდეს სიკვდილის შემდგომ უფლის ანგელოზი ეჩვენა იოსებს და უბრძანა ყოვლადწმინდა ქალწულთან და ყრმასთან ერთად ეგვიპტიდან კვლავ მშობლიურ მხარეს დაბრუნებოდა, რამე თუ ეუბნება ის, რომ დაიხოცნენ ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს, რაც მოწმობს მწვალებელ აპოლინარიუსის საწინააღმდეგოდ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს უფალს მხოლოდ სხეული ქონოდეს და არ ადამიანური სულიც. ანგელოზი აქ მრავლობით რიცხვში საუბრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკვდა არა მარტო ჰეროდე, არამედ ზოგიერთი ის ადამიანებიც, ყრმის სიკვდილს რომ ეძიებდნენ და ათასნაირ მზაკრულ გეგმებს ადგენდნენ. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რაღა თქმა უნდა, ზოგი იმ იერუსალიმელ მწიგნობარ და უხუცესთაგან, რომლებიც შეშფოთდნენ და შეძრწუმდნენ იმ ამბის შეტყობით, რომ იშვა ახალი მეფე. ახლა კი მძიმე მოგზაურობა მოუწევს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს კვლავ ქვიშიანი და ადამიანის გაქვავებულ გულების უდაბნოს გავლა. პირველად ეგვიპტიდან კვლავ იუდეაში დასაბრუნებელი ძნელი გზა, მაგრამ აი იუდეაში გამეფდა არქელაოსი, ჰეროდეს ძე, გაახრწნილდა ჩირკ გროვიან კუნძისგან აღმოცენებული უბნური ვაზი. ამიტომ ჯერ კიდევ როცა იერუსალიმის შემოგარენში ცხოვრობდა, წმინდა ოჯახი ღვთისანგელოზმა შორეულ გალილეაში გაამგზავრა ისინი. ამგვარად ამას კი მოყვა მეორე მძიმე მოგზაურობა იუდეიდან გალილეის ქალაქ ნაზარეთში, რათა ერთხელ კიდევ აღესრულოს სიტყვა ღვთისა, რომ მელიებს აქვთ ზოროები, ცისფრინველებს ბუდეები, ხოლო ძესა, კაცისასა არ აქვს და მიიდრიკოს თავი. და მოვიდა და დაემკვიდრა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაზარეთი, რათა აღესრულოს წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმევა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს წინასწარმეტყველება სხვა იმ წიგნებში იქნებოდა, რომელიც დაიკარგებოდა ისრაელიერის ხშირი გადასახლების ან იერუსალიმის ძარცვა შემოსვლის დღეებში. ანდა შეიძლება სულაც რომელიმე წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი იყო და თაობიდან თაობას მხოლოდ ზეპირად გადაეცემოდა. არის ისეთი ადგილებიც, რომელზედაც მოციქულები მიუთითებდნენ ახალ აღთქმაში, მაგრამ არსად არის ნათქვამი ძველ აღთქმაში. აი შეგიძლიათ იხილოთ მაგალითად იუდა მოციქულის, არა ისკარიოტელის ეპისტოლის პირველი თავის მე-9-მე-14 მუხლები. მეორე ტიმოთეს მიმართ პავლე მოციქულის წერილი, მესამე თავი, მერვე მუხლი. ყველა ერში მოიპოვება წარუწერელი, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებანი. და რატომ არ შეიძლებოდა, რომ იუდეველებს ურიცხ წინასწარმეტყველებათა გვერდით წარუწერელი წინასწარმეტყველებანიც ქონოდათ? და ამიტომ აქაც მახარებელი აჩვენებს, რომ
წმინდა წერილის ზუსტი სიტყვები არ გამოუყენებია, არამედ მხოლოდ აზრი მათი. ნაზარებელი აღნიშნავს წმინდას და რომ უფალი იქნება წმინდა, ამაზე გვესაუბრება მთელი წმინდა წერილი. გვეუბნება ნეტარი იერონიმე. კვლავ ნაზარეთში დაბრუნებულს ვხედავთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ნაზარეთიდან ის დედის წიაღში მყოფი წავიდა, ხოლო კვლავ ნაზარეთს უბრუნდება უკვე დედის მკლავებზე დავანებული. მაგრამ ასეთი მიმოსვლა რამდენ საკვირველ და ჩვენთვის დამრიგებულ მოვლენებს შეიცავს. ნაზარეთიდან წასვლა ადამიანების ბრძანებით იყო. გაქცევა ეგვიპტეში ადამიანების გულისწყრომით და მრისხანების მიზეზით. იუდეაში დაბრუნება იმ ადამიანების სიკვდილის გამო, ვინც ეძიებდა მის სიკვდილს. იუდეიდან გაქცევა და საბოლოოდ კვლავ ნაზარეთს დაბრუნება ახალ ბოროტი ადამიანების მიზეზით. ერთი სიტყვით ყველგან და ყველაფერში ადამიანები მოქმედებენ, მაგრამ იქვე ყოვლად უზენაესი უფალი საკუთარ ნებას აჩვენებს და მათი სულების ხსნის გეგმას განახორციელებს. ძალიან დიდი დრო არ გასულიყო იმ დღიდან, რაც ეგვიპტეში წავიდა და ნაზარეთს დაუბრუნდა, მაგრამ ღვთაებრივ დიდებულ მისიათაგან ერთ-ერთი უკვე აღასრულა. ჯერ კიდევ არ განეხნა ბაგენი, რომ ქრისტემ სულ მოკლე პერიოდში კაცობრიობას უდიდესი საიდუმლოებანი განუცხადა. მისცა გაკვეთილები და საკუთარი ღვთაებრივი ძლიერების უძლებელობა აჩვენა. ის კეისარის ბრძანებას გამოეხმაურა და ბეთლემში ჩასაწერად წავიდა და ამით კი კეისარს მიაგო კეისრისა და გვაჩვენა კანონის და ხელისუფალთა მორჩილების მაგალითი. ის იშვა გამოქვაბულში და გვაჩვენა უსასრულო თავმდაბლობის მაგალითი და ამასთანავე ორაზროვანი გაკვეთილიც მოგვცა გასაცნობიერებლად იმისა, რომ კაცის ღირსება დამოკიდებულია მისი შობის ადგილზე კი არა, არამედ იმ სულზე, რომელიც მკვიდრობს მასში. შობით გარდა მოხსნას ეცადა ქმნა იმგვარად, რომ ანგელოზებმა ცოდვინ დედამიწაზე იგალობეს და მწყემსებს ესაუბრნენ. მან მწყემსები აქცია პირველ თაყვანის მცემლებად და ამით აჩვენა, რომ სასუფეველში არა წარმომავლობით, გვარეშვილობით, სიმდიდრით, სწავლულობით და საზოგადოებაში დაკავებული მდგომარეობით კი არ მიიღებს ადამიანის მოდგმას, არამედ სულის უბრალოების და გულის სიწმინდის და ღვთისმოშიში გონების და მიხედვის. მან აღმოსავლეთის უბრძენესი მოგები თავისკენ მოიზიდა და ვარსკვლავებზე დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლა და ასწავლა ცოცხალი და ყოვლის შემძლესამება ღვთისთაყვანისცემა. ადამიანში ცოდვის შედეგად ვნებებით დატყვევებულობის მიზეზით დაბუდებულ გარყვნილებასა და ზნედაცემულობის სრული უბსკრული განგვიცხადა ჰეროდეს და იერუსალიმელ ბრძენწიგნობრებში. ბეთლემში მოწყვეტილ ყრმათა სახით საკუთარ მრავალ მიმდევართა მოწამეობრივი გზა იწინასწარმეტყველა, მაგრამ ამით სულ მოკლე პერიოდშიც დაგვიმტკიცა, რომ უბიწოება და უბრალოება ძალადობაზე ძლიერია და რომ ჰეროდემ სინამდვილეში ჩვილი ყრმები კი არა, მხოლოდ საკუთარი თავი გაანადგურა. ის იერუსალიმმა განდევნა, რათა მიწიერი სიცოცხლის ბოლო დღეებში იმ ქალაქშივე არა მარტო ევნოს, არამედ დიდებაც მიიღოს. ეგვიპტეში გაქცევით ღვთისმშეულიერისაგან დააღწია თავის სიკვდილს, რათა ამით ისრაელისთვის კვლავ დიდებული და მკაფიო გაკვეთილი გაემეორებინა. ის ცხოვრობდა ეგვიპტეში ქამის შთამომავლებს შორის, რათა საკუთარ მაკურნებელი მათთან ყოფნით შეხებოდა და ამგვარად ხსნის გზაზე დაეყენებინა. ისევე როგორც მოიმოქმედა დანარჩენ ორ სხვა იმ რასებთან მიმართებაში, რომელიც არსით სემის და იაფეტის შთამომავლები არიან, რათა გამოაჩინოს სრულიად ადამის მოდგმის მიმართ სიყვარული. და ეს უზარმაზარი მისია საკუთარი ყოვლადწმინდა დედის მკლავებზე დავანებულმა მდუმარებით აღასრულა მან და როცა ეს ღვთისმსათნო საქმე დიდი წარმატებით დაასრულა, ხოლო ამის შემდეგ დაბრუნდა ნაზარეთს, რათა ახლისთვის დაეწყო მზადება. ერთი სიტყვით, მიწიერი სიცოცხლის ჟამს კაცობრიობის გამოსახსნელად, თავისი ამგვარ შრომატევად საქმეთა გარეშე მას ერთი წამიც კი არ დაუყვია უსარგებლოდ და უმიზნოდ. ამასოფლის ხანაში მის მიერ ღრმად ჩაშვებულ გუთანს არსად დაუტოვია უსწორმასწორო, არამედ
ერთი და იმავე სიღრმის კვალი აქვს გატარებული და ეს ყოველივე ადამიანების გადასარჩენად. სწორედ ამიტომ განადიდებს ეკლესია და ხოტბა დიდებას ასხავს, ხოლო კაცთ მოყვარეს თანამამით და სულით წმინდი თურთ. ცხოველ მყოფელსა და განუყოფელსა ერთ არსებასა სამებასა ყოვლადვეაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი ჩემო ძვირფასებო, გავასრულეთ ჩვენ ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული ყველა სახარების განმარტება. და თუ რომელს განვიხილავთ შემდგომ გადაცემაზე, მოდით სიურპრიზად დავტოვოთ. დაგლოცოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ღირსი მამა მაქსიმე აღსარებელის მიხედვით გამოაგწობთ. ჰოი როგორი დიდებულია და საკვირველი შრომა და რდუნება, რაც სიცოცხლის ბოლომდე წილად ხვდა უბიწოდა სანატრელ დედას. თუმცა ამ განსაცდელების ჟამს მას ნუგეშისცემა არ მოკლებია ღვთისგან. რაოდენ დიდი იყო უფლისმიერი შეწევნა მაშინ, როდესაც მთავარანგელოზის ხარების შემდეგ იოსებმა მარიამის გამოუთქმელი დაორსულება შეიტყო და თავისი ამაო ეჭვით მოცულმა ქალწულის ფარულად გაშვება განიზრახა, მაგრამ ამ ეჭვისაგან უფალმა ანგელოზის გამოცხადებით იხსნა იგი, რომელმაც ირწმუნა, რომ დაორსულება სულიწმინდისაგან იყო, ხოლო მისგან შობილი მხსნელია ყოვლისა სოფლისა. მაშინაც, როცა ქრისტეშობის ჟამი მოახლოვდა, იოსები და მარიამი კეისრის ბრძანებამ აიძულა ურიასტანის ბეთლემში ასულიყვნენ. გალილეის ნაზარეთიდან მძიმე ჯაფითა და გაჭირვებით ააღწიეს ურიასტანამდე. მარიამმა იქ ბეთლემში შვა თავისი ძედა ყოველთა უფალი, რომელიც სახვეველში შეახვია და ბაგაში მიაწვინა, რადგან ადგილი ვერ მოიძებნა უფლისათვის. იქ იყვნენ ისინი სიღატაკესა და გაჭირვებაში. მაგრამ ამ გასაჭირსთან ერთო და დიდი ნუგეშიც, ხარებასთან ერთად მწყემსთა მიერ საკვირველი ახალშობილი ყრმის მოძებნა, მისი ქება დიდება და ანგელოზისგან ამცნების ყველგან გავრცელება. მოგვთა ბეთლემში მოსვლა ვარსკვლავის წინამძღოლობით, მათ მიერ ყრმის თაყვანის ცემა და მისთვის წმინდა ძღველის შეწირვა. ამის შემდეგ იერუსალემში ასვლა, ყრმის ტაძარში მიყვანა, სვიმეონის მირქმა, ჩვილის მიგებება და ჩახუტება, მისი კურთხევა და წინასწარ მეტყველება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ანგელოზის რჩევების კითხვას. განვიხილავთ მეოთხე დღეს. არჩევანი უნდა გააკეთო უფლისა და ჯოჯოხეთის ანგელოზს შორის. გადაწყვიტების თანყოფნა გირჩევნია. იმასთან, რომელიც საუკუნო ნეტარებას გპირდება, თუ იმასთან, რომელსაც ჯოჯოხეთის სამუდამო ცეცხლში სურშენი ხილვა. ორივე შენი გულის დაპატრონებას ცდილობს. შეგიძლია ერთ-ერთს თანაუგრძნო. ვერ წარმოიდგენ ჯოჯოხეთის მოციქულის ბოროტების სიღრმეს. უსაზღვრო ბოროტებითა და დაუმორჩილებლობით აღგზნებული ღმერთს გმობს. მას არ შეუძლია ღვთისკენ მიმართოს თავისი უწმინდური საქმეები, ამიტომ ცდილობს დაგამარცხოს, რადგან შენში ღვთის ხატებასა და მსგავსებას ხედავს. ჯოჯოხეთურ ცეცხლზე მეტად შური წვავს. მისი ბოროტი გულისათვის ძალიან სასიამოვნოა შენი სულის წაბილწვა, ქრისტეს მადლის გარეშე დატოვება, შენი გულიდან ღვთის განდევნა და ზეცისაკენ მიმავალი გზის დახშობა. ის შენთან ძლიერ განრისხებული მოდის და ეშმაკურად ფარავს ამას. ნათლის ანგელოზის სახეს იღებს და ბეგობრის ენით გესაუბრება, გაქებს, გაცდუნებს, გეპირფერება, სიამოვნებებს გთავაზობს, ყოველგვარ მზაყვარობას იყენებს, ეს უწმინდური გველი გულში გიწვრება, გაძინებს და სასიკვდილო შხამით გესლავს. ზოგჯერ იგი რწმენის მხსნელი ნათლის ჩაქრობას ცდილობს შენს გულში, ზოგჯერ მოწყენილობით და დაუდევრობით გაწვალებს. ხანსულში ძლიერ ვნებებს აღგიძრავს და გრძნობებს სამარცხვინო სურვილებით გიფსებს. არც ერთი წუთით არ გასვენებს.
რაც უფრო დაჟინებით იგერიე, მით უფრო მეტი გააფთრებით გესხმის თავს. მოციქულის სიტყვით რომ ვთქვათ, ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინცა შთანთქა. იგი ღმერთს ებრძვის, მაგრამ გრძნობს საკუთარ სისუსტესა და ბრძოლის უშედეგობას. ამიტომ ბრას შენ ზიანთხებს, რადგან შენი სისუსტე და მერყევი ხასიათი იცის. საშიშროება ნაკლები იქნებოდა აშკარად რომ გესხმოდეს თავს, მაგრამ მისი ხრიკები ძალზე გაცილებით უფრო საშიშია. ჰაერით გავრცელებადი სნეულების მსგავსად შეუმჩნეველია გრძნობათა ორგანოებისთვის. სასიკვდილო შხამს გიწვეთებს და ხვეწილი მზაკვარობით მოქმედებს და უმანკო სულს ხრწნის. გულზე მისი მოქმედება შეუმჩნეველია, რადგან იგი კი არ ეწინააღმდეგება შენ ცოდვილ მიდრეკილებებს, არამედ ხელს უწყობს. თაუბრუ დამხვევი სისწრაფით მიგაქანებს ცოდვისკენ. განუწყვეტლივ აღვივებს შენ სურვილებს, რათა თანდათან აანთოს და დაუოკებებად აქციოს ისინი. მას შეუძლია მიესადაგოს ყოველგვარ გონებასა და ხასიათს. დანარჩენს შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებთ ჩემო ძვირფასება. მოგმადლოთ ღმერთმა ზღვა სიხარული 100,000 და მილიონი, აკურთხოს ერით სამსიყვარულით საეკლესიო ინდიქტიონით. აი, ინდიქტიონი ჩემო ძვირფასებო, საეკლესიო ახალი წელია და არც შემთხვევით არ დაემთხვა ეხლა ეს საკითხავი ამას. ჭეშმარიტ სიტყვის ძალი და მადლი სულში ცოდვილ ხსნელად იქნესო, რამე თუ ესრეთ სიბრძნით განაგენ კაცთ მოყვარეო, ტკბილო იესო. და ერთი ფრაზა კიდე მინდა წაგიკითხოთ, ესეთი საინტერესო, ჩემი წიგნიდან, ურთულესიდან უმარტივესამდე, ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. ერთი მიცვალებულის დაკრძალვაზე მიკვირდა, როგორ გულმოდგინებას იჩენდა ყველა იქ დამსწრენი, რათა სიფრთხილით დაეკრძალა და შეუფერხებლად ჩაეშვათ მისი საცხედრე სამარაში. სულ რაღაც, მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმეზე მიკვირდა, რადგან მისივე სიცოცხლის მრავალწლოვან მანძილზე არ უფრთხილდებოდნენ მას და ერთხელაც კი არ მოუკითხია ის არავის. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვკითხულობდით აპოლოგიას, ანუ წმინდა მოწამე ბერძენი ფილოსოფოსის არისტიდის წარდგენას იმპერატორ ადრიანეს წინაშე, იმ სიმართლის და ჭეშმარიტების, რომელიც ემსახურება ჭეშმარიტი ღმერთის აღმოჩენაში. განიხილავდა, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი, ვინ არიან სრულ ღმერთები, რა თვისებებით ხასიათდებიან ისინი და ბოლოს ამტკიცებს თუ ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი. გადავიდეთ მეფეო ახლა ელინებისკენ და ვიხილოთ თუ რას ფიქრობენ ისინი ღმერთზე. მაგრამ ელინები, რომლებიც საკუთარ თავს ბრძენებად წარმოადგენენ და ასიაც უწოდებენ თავიანთ თავს, ბერძენი, ბარბაროსებზე უარესად დამახინჯნენ, რადგან შემოყავთ ორივე სქესის ღმერთთა სიმრავლე. ისინი მათ ყველა შესაძლებლობებით ახსავსებთ და ყოველგვარი სიმახინჯის შემოქმედება წარმოადგენენ. ისე რომ ერთნი მრუშები, მკვლელები, მრისხანენი, მოშურნენი, მამისა და ძმათა მკვლელნი, ქურდნი და მძარცველნი არიან. ხოლო სხვანი, ხეიბარნი და მახინჯნი, კითხავები და მჩხიბავები. ბერძნები ზოგიერთ ღმერთებზე გვიყვებიან, რომ ელვით დაიხოცნენ. სხვებზე, რომ თვითონ დაიღუპნენ. ზოგი ღმერთთაგანი ადამიანებს ემსახურებოდა, ანგაურბოდა მათ. ზოგნი დასჭრეს ადამიანებმა, ზოგნი ცოცხალ არსებად გარდაიქცეოდნენ, რათა სასიკვდილო დაცემისკენ მიედრიკათ ქალები და კაცებთან ეცხოვრათ. ზოგ ღმერთებზე ისინი გვიყვებიან, რომ ისინი წვებოდნენ დედებთან, დებთან და ასულებთან და ამბობენ, რომ ეცემოდნენ ისინი ადამიანის ასულებს, რის შემდეგაც წარმოდგა ცოდვილი მოკვდავის თავმოყრობა.
ქალღმერთებზე გვეუბნებია, რომ თავიანთი სილამაზის შესახებ კამათს ხშირად ადამიანების სამსჯავროს მიადობდნენ. აქედან კი ვასკვნი, რომ ელინები თხზავენ სასაცილო ბრიყვ და უკეთურ ზღაპრებს და სულელურ გატაცებებით იმისათვის, რომ თვითონაც იგივე ჩაედინათ, როგორც დაშვებული და დაუსჯელი ფაქტები. მოეკლათ, ემრუშათ და ასე შემდეგ. რამე თუ კი ღმერთები ამას იქმოდენ, მათ რა უშლიდა ხელს და ვიღა დაადანაშაულებდა ამგვარ საქმეებში, ხოლო შედეგად ამაზრძენ ფაქტებს მოყვა გაუთავებელი სისხლის ღვრები, კაცთა შორისი და ომები, ხოლო მათ თავის მხრივ დაპყრობანი და ტყვეობანი. და დასასრულ ჩემო ძვირფასებო, მე გადავწყვიტე, რადგან ახალი წელია, ხელახლა დავიწყოთ ამბავი კეთილის კითხვა და მივყვეთ თანმიმდევრობით თუ როგორ და რა მიზნისთვის შეიქმნა ეს წიგნი. სახარება არის თურმე ძველი სიტყვა ელინური, მიგვანიშნებს ამბავს კეთილს, მოდით ყველა მოგდოთ ყური, იქნებ წამით მოვწყდეთ სოფელს და ვამღლოთ გული და ხორცის ამონებისგან ვიხსნათ სული და ჩაგრული. შევევედროთ თვითონ უფალს განგვინათლოს თვალის სულის. განგვიმარტოს, გვაგრძნობინოს, რაც მასშია დამარხული, რომ ადვილად გებულობდეს ყრმა, ჭაბუკი ხანდაზმული და აღივსოს სიხარულით, თვალი ცრემლით დანამული. კეთილ ამბავს ყველა ისმენს, ვისაც სხვისთვის უცემს გული. სიყვარულის ჭურჭლად ქმნილა მრავალ ვარა მჭირნახული. თანაგრძნობა ჭირში მყოფის მისთვის მარაწესად ქმული, ამისათვის სიკეთისა ბეჭდით არის დაწილდო.